63 წლის უსინათლო კაცი თემურ მახარაშვილი სასიკვდილოდ საკუთარმა სიძემ გაიმეტა აღნიშნული ფაქტის შესახებ მეზობლებისთვის და თანასოფლელებისთვის გამთენიისას გახდა ცნობილი. სავარაუდოდ აღნიშნული საზარელი ფაქტი გვიან ღამით მოხდა და სასიკვდილო ჭრილობები საკუთარმა სიძემ 63 წლის კაცს დანით მიაყენა. ერთ-ერთი ჭრილობა ყელის არეში იყო და სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ასევე ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა მოკლული მამაკაცის მეუღლეც. იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენა საკუთარმა სიძემ მოკლულის მეუღლეს, რომ მისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე რჩება. რაც შეეხება ბრალდებულს, როგორც აღნიშნეთ, ეს არის მოკლულის სიძე. მოკლული და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ ერთად ბოლო წლების განმავლობაში. მეზობლები არიან გაკვირვებულები და შოკში გამომდინარე იქიდან, რომ წარსულში რაიმე ტიპის დაპირისპირება ან თუნდაც ხმაური ოჯახიდან არ გაუგიათ, აქედან გამომდინარე მათთვის შოკის მომგვრელია აღნიშნული ფაქტი. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ სავარაუდო მკვლელმა სადა მიმალვა. ჩვენ აქ მოვისმინეთ ესეთი ვერსიაც, რომ თითქოს ეს ადამიანი იმყოფება სარფის მიმდებარედ და სავარაუდოდ მისი სურვილი არის, რომ დატოვოს ქვეყანა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული არ ყავთ არავინ. ამ დილას მოუკლავს, მე გაქცეული პაბიქსი და აიყვანეს. დინარი რამე ნათესაური კავშირია აქვს? სიძე მოკლავს სიმონში. სად დაიჭირეს? გაიქცა და მერე დაიჭირეს? აი გაუყვანია ბათუმს რაღაცა. სახში ერთად ცხოვრობდნენ ესეც სიძე? 5 წელია ეს ბიჭი აქ იყო გოგო ყავს. და ერთად ცხოვრობდნენ, რავი ახლა. შიგნით არ ვიცით რა ხდებოდა, ვერადროს არაფერი ისეთ მეტი არ გაგუგია, არადროს არცეთ მეზობელს მეუღლე ძალიან ცემია და გადაყვანილია რეფერალურ სამატყოფოში ხავთ გადაყვანილი მეუღლეც. ამ კაცის მეუღლეც ნაცემია და გადაყვანილი ხავთ. არ ვიცი მოკლული. იარაღით თუ რა მოხდა საერთოდ? მგონი დაანითავი. სიძე არის, მე მგონი თუ არ ვწდები. სიძე. აქ ერთად ცხოვრობდნენ? ერთად ცხოვრობდნენ დროებით, ხო ის ბიჭის წასვლას კი აპირებდა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა ვერგე. ამდენით გავიგე, სიძე მოკლა სიმამრი. ხედავდა უსინათლო იყო კაცი. მთელი ცხოვრება წესიერად შრომაში გაატარა. ადგილზე სოფელ ოსიაურში იმ სახლში, სადაც აღნიშნული საზარელი ფაქტი მოხდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. კვლავ ყვითელი ლენტით არის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული. ცხედარი კი ცოტა ხნის წინ მიასვენეს ექსპერტიზის ბიუროდან მის სახლში.